ირანში შიგნით რეჟიმში მზარდი განხეთქილებაა. ის გამოც ირანის პრეზიდენტი საჯაროდ აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. მასუდ პეზეშკიანი ამბობს, რომ სრულად კოორდინაციაში რჩება ირანის სამხედროებთან და თანამდებობაზე დარჩება. ეს პასუხია ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ პეზეშკიანმა გადადგომით 28-ჯერ დაემუქრა და გააფრთხილეს, რომ მისი შემდეგი გადადგომა მიიღება. ზეწოლა ვრცელდება საგარეო საქმეთა მინისტრ აბაბას არახჩიძეც, რადგან პარლამენტარები აგროვებენ მტკიცებულებებს მისი შესაძლო იმპიჩმენტისთვის. მკაცრი ხაზის მომხრეები მას ადანაშაულებენ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში ზავის დროს და აფრთხილებენ, რომ ისინი დაუპირისპირდებიან ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავს ირანის კონტროლს მის ტერიტორიულ წყლებზე, ჰორმუზის სრუტეზე. ეს დაპირისპირებები მიუთითებს, რომ თეირანში ბრძოლა სულ უფრო მეტად ეხება იმას, ვინ აკონტროლებს ირანის სტრატეგიას და ვის დააკისრებენ ბრალს, თუ ეს სტრატეგია ჩავარდება. საკითხის გასაგრძელებლად ჩვენთან ერთად ეხლა არის მიტრა ჯაშნი, კულტურული და პოლიტიკური მრჩეველი ორგანიზაციიდან ირანელი ამერიკელები თავისუფლებისთვის. მიტრა, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ხართ აი 24 ნიუსზე. მართლა იმყოფება პრეზიდენტი პეზეშკიანი იმის საფრთხის წინაშე, რომ იძულებით გადააკენონ, თუ კი მკაცრი ხაზის მომხრეები გადადგომის შესახებ ამ მტკიცებებს იყენებენ იმისთვის, რომ მასზე ზეწოლა მოახდინონ და აიძულონ მიხვეს მათ სტრატეგიას, რომელსაც ამჟამად სურთ. მე ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე პრეზიდენტი პეზეშკიანი. მთავარი ამბავი ისაა, რომ ძალთა ბალანსი ისლამურ რესპუბლიკაში შეირხა. წლების განმავლობაში შიდა კონფლიქტები ძირითადად ყულისებში რჩებოდა, რადგან თავად სისტემა თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მკაცრმა პოლიტიკამ ძვირადღირებული ომი გამოიწვია, გადარჩენა გახდა მთავარი საკითხი. როდესაც ავტორიტარული სისტემა საკუთარ მომავალს ეშინია, ადრე თუ გვიან, ეს დაყოფები ღიად გამოვლინდება. პეზეშკიანი მაინც აცხადებს, რომ სრულად კოორდინირებულია სამხედროებთან. თუმცა არსებობს ცნობები, რომ მისი მთავრობა გამორიცხულია რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. მას ვინ მართავს ირანის ომსა და დიპლომატიურ პოლიტიკას ამჟამად? ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის კონსტიტუცია ერთს ამბობს, მაგრამ ძალაუფლება სრულიად სხვაგვარად მუშაობს. ომის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებები არასდროს ეკუთვნოდა არჩეულ მთავრობას. ამ გადაწყვეტილებებს იღებს უზენაესი ლიდერი და ირანის რევოლუციური გვარდია. პრეზიდენტი პეზეშკიანი შეიძლება ლაპარაკობდეს კოორდინაციაზე, მაგრამ კოორდინაცია არ ნიშნავს ძალაუფლებას. ის ფაქტი, რომ ახლა მას საჯაროდ უწევს კოორდინაციის ხაზდასმა, აჩვენებს მზარდ ეჭვებს იმის შესახებ, თუ ვინ მართავს რეალურად. ამასობაში პარლამენტარები ასევე ემუქრებიან საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არახჩის იმპიჩმენტით, მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოლაპარაკებები აწარმოა ცეცხლის შეწყვეტის დროს. ნიშნავს ეს იმას, რომ ირანის ხელმძღვანელობა ძალიან დაყოფილია იმისთვის, რომ დაამტკიცოს რაიმე შეთანხმება, თუ კი ასეთი იქნება ვაშინგტონთან. ეს არ ეხება არახჩის, ის ზოგადად დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმღები არ არის. მთავარი საკითხი ისაა, რომ ისლამური რესპუბლიკის შიგნით არსებული დაჯგუფებები ერთმანეთის წინააღმდეგ იწყებენ მოქმედება. მკაცრი ხაზის მიმდევრები უჭერდნენ მხარს იმ პოლიტიკას, რომელმაც ირანი ამ კრიზისამდე მიიყვანა. ახლა კი პასუხისგებლობის აღების ნაცვლად ისინი ცდილობენ სხვებს გადააბარონ ბრალი. ეს ხშირად ხდება, როცა ავტორიტარული სისტემები სერიოზული ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ავტორიტარული რეჟიმები გამარჯვების დროს ერთიანად გამოიყურებიან, მაგრამ როცა მარცხის დამალვა შეუძლებელი ხდება, ერთმანეთის დადანაშაულებას იწყება. თქვენ ამბობთ, რომ ხალხი ერთმანეთს უპირისპირდება. პეზეშკიანი ამბობს, რომ ეხლა ქვეყნის შიგნით ერთიანობა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ უცხოური ჩარევა. მაგრამ უკვე 5 თვეა, რაც ეს ომი და ზეწოლა გრძელდება. არის თუ არა ირანში ერთიანობის განცდა? ამ ფიქრობ, რომ მართველ ელიტაში ნამდვილი ერთიანობაა. სინამდვილეში ვფიქრობ, პირიქით ხდება. ირანელებს შორის მიუხედავად ომის შესახებ განსხვავებული შეხედულებებისა, ერთ საკითხზე მზარდი კონსენსუსია, მათ სურთ დასრულდეს ეს კორუმპირებული, ავტორიტარული და კრიზისების გამომწვევი რეჟიმი, თუმცა ისლამური რესპუბლიკის შიგნით ერთიანობას შიში ანაცვლებს. რეჟიმი ძლიერ ზეწოლას განიცდის და თითოეული ფრაქცია ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მომავალი დაიცვას. მკაცრი ხაზის მიმდევრები ადანაშაულებენ ეგრეთ წოდებულ ზომიერებს მოლაპარაკებების ძიებაში, ხოლო ეგრეთ წოდებული ზომიერები ცდილობენ დისტანცირება მოახდინონ მკაცრი ხაზის მიმდევრებისგან. კონფრონტაციული პოლიტიკა. სინამდვილეში არც ერთი მხარე არ იღებს პასუხისგებლობას იმ ხარჯებზე, რაც ირანის ხალხს დააკისრეს. რამდენ ხანს შეძლებს რეჟიმი ამ შიდა ზეწოლის გაძლებას? არ ვფიქრობ ასე, მათ შეუძლიათ კიდევ გაგრძელება, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რას აპირებენ.
სურთ სახი დაუჭირონ კაცრი ხაზის პოლიტიკას, თუ მართლა სურთ ცვლილება და გლობალურ სისტემაში ინტეგრაცია. მიტრა ჯაშნი, მადლობას გიხდით რომ იყავით ჩვენთან i24 News-ზე და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა იმ რეალურ დაყოფებზე, რასაც ახლა ირანში ვხედავთ. გმადლობთ. დიდი მადლობა.